უკრაინული დრონები აი ახლა, როცა მე ამ ვიდეოს ჩაწერას ვიწყებ, უტევენ მოსკოვს. არის უკვე პირველი ცნობები აფეთქებებთან დაკავშირებით, გავრცელდა კადრებიც, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით გაჩვენებთ. მოკლედ, რამდენიმე ათეული შორსმოქმედი უკრაინული დრონი ახლა არის რუსეთის საჰაერო სივრცეში, მათ შორის ქალაქ მოსკოვის თავზე და მოსკოვის ოლქის სხვადასხვა დასახლებების თავზე. გარდა ამისა, დღის ერთ-ერთი მთავარი თემა, თუ არა ყველაზე მთავარი, რაც არამხოლოდ დღეს, ასევე ახლო მომავალში ძალიან აქტუალური იქნება, ეს არის კრემლის, ეს არის პუტინის მორიგი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ მოსკოვი თავადაც იღებს ძალიან მკაცრ გაფრთხილებებს პოლონეთისგან და არამხოლოდ პოლონეთისგან, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგანაც. ეს განცხადებები გაკეთდა გაეროში სულ რამდენიმე საათის წინ, რომ თუ მორიგ ჯერზე მოხდება იგივე რაც ხდებოდა განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურად, ანუ თუ რუსეთი ისევ დაარღვევს ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს, მაშინ რუსულ საფრენ აპარატებს ჩამოაგდებენ. იქნება ეს დრონები, თუ იქნება ავიაგამანადგურებლები, მაგალითად ისეთი როგორიც ვნახეთ სულ 2 დღის წინ ესტონეთთან მიმართებით, ესტონეთის საჰაერო სივრცეში 3 MiG-31 დაფრინავდა 12 წუთის განმავლობაში. ამაზე წინა ვიდეოშიც ვსაუბრობდი და ასევე წინა ვიდეოში მოვიყვანე პრეცედენტიც თუ რა მოხდა იგივე ნატოს წევრი სახელმწიფოს მხრიდან როგორი იყო მოქმედება 2015 წელს თურქეთმა 17 წამიანი დარღვევის გამო ჩამოაგდო რუსული Su-24 და ამ ამბავს მაშინ პილოტიც შეეწირა რუსი. ძალიან დიდი განსხვავება არის, მოკლედ 17 წამიანი დარღვევა გვაქვს პრეცედენტი და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ 12 წუთიანი დარღვევის შესახებ. 12 წუთი დაფრინავდა 3 გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში, ესტონეთში, რომელიც არ არის გეოგრაფიულად დიდი ქვეყანა და მოკლედ ესეთი ამბისთვის 12 წუთი არის ძალიან დიდი დრო. როგორც ჩანს, მიიღებენ შესაბამის ზომებს და ეს პოლიტიკური განცხადებების დონეზე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არის სახეზე. აი ამ სამ თემაზე ვაპირებ რომ ამ ეპიზოდში ვისაუბრო. მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline. ძალიან დიდი მადლობა რომ თვალს მადევნებთ. აქვე მოკითხვა ყველა ჩემს გამომწერს და მუდმივ მაყურებელს საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. ძალიან მომხნევებს მე თქვენი მუდმივი ჩართულობა და ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას. თუ არ ხართ არხის გამომწერები, არ არის პრობლემა, ახლა შეგიძლიათ ეგ გააკეთოთ, ძალიან მარტივად დააჭირეთ subscribe-ის ღილაკს, ჩართეთ ზარის მონიშნა და შემდეგ ჯერზე, როდესაც დავდებ ხოლმე ვიდეოებს, ავტომატურად მოგივათ შეტყობინებები. თუ მოგეწონებათ ვიდეო დაალაიქეთ და ცხადია, ველოდები გამოხმაურებებს კომენტარებში რას ფიქრობთ აი ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რამდენად წვავეთ გესახებათ ეს ესკალაცია და რას ფიქრობთ ასევე იმ მოსაზრებებზე, რომელზეც მოგვიანებით ვისაუბრებ პუტინის ამქმედებებთან დაკავშირებით. დავიწყოთ მოკლედ უკრაინული დრონების შეტევით, რაც ამ წუთას არის ყველაზე ცხელი ამბავი, როგორც თქვით, აქ გახსნილი მაქვს საინფორმაციო რუკა, რომელიც ასახავს დრონების ფრენის ტრაექტორიას, უკრაინული წყაროს გავრცელებული არის ეს ინფორმაცია, თავის გრაფიკული გამოსახულებით და აქ ხედავთ ისრებს, რომელიც მიმართული არის მოსკოვის მხარეს, ასე ვთქვათ. აქვე გეტყვით, რომ ეს არ იყო ერთი ტალღა შეტევის, იყო 2 სხვადასხვა ტალღის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული, 2 დიდი ჯგუფი უკრაინული დრონების სხვადასხვა ტერიტორიებიდან გაფრინდა სხვადასხვა ქალაქების თუ ოლქების მიმართულებით. ოდნავ მოგვიანებით უფრო მეტი გვეცოდინება შედეგებთან დაკავშირებით, სად რა განადგურდება, რა იყო სამიზნეები. მანამდე შეგვიძლია პირველი კადრები ვნახოთ, რაც ვრცელდება აი ამ შეტევების წამოწყების შემდეგ. ერთ-ერთი არის ეს მოსკოვის ოლქი, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი იღებს კადრებს, ამ ტელეფონით გადაღებულ კადრებში რაღაც მომენტში ჩანს დრონის გადაფრენა, ისმის აშკარად ხმა და ისმის რაც მთავარია მოქალაქის კომენტარი და ის ამბობს, რომ ეს უკვე მეოთხე დრონია, რომელმაც ამ კონკრეტულ დასახლებას გადაუფრინა. აგერ არის. ну აი ეს კადრის დასაწყისში ჩანს დრონის გადაფრენის მომენტი. შემდეგი მასალა, რომელიც უფრო მძაფრი სანახავია, ასე ვთქვათ, იმედია ამას YouTube-ი არ დაბლოკავს თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე. ხო, ესაც მოსკოვის ოლქია, ერთ-ერთი დასახლება და ამ შემთხვევაში დრონის დაშვების მომენტი ჩანს, გავხსნათ ეს კადრი. საცხოვრებელი ზონაა აშკარად, იმიტომ რომ პარკინგია, მანქანები აყენია და ისმის ჯერ ხმა და შემდეგ არის აფეთქების კადრიც ნაჩვენები. ხო, ну, ფაქტი არის, რომ
რუსეთში უკვე გრძნობენ რას ნიშნავს ომი და ეს არის უკრაინელების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც. მათ აქვთ კონკრეტული ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, სამხედრო ობიექტების განადგურება ერთი, აი ამ შორს მოქმედი დრონებით შეტევების ფარგლებში და ასევე ნავთობ ობიექტებს ძალიან ხშირად ურტყამენ ისინი. დიდი ალბათობით აი ამ იერიშების ფონზეც იქნება ალბათ ინფორმაცია, რომ დაარტყეს რომელიმე სამხედრო ობიექტს, დაარტყეს აუცილებლად რომელიმე ნავთობ ობიექტს, ეს თითქმის ყოველდღიური რეალობა არის უკვე, მაგრამ ერთ-ერთი ამოცანა და გათვლა არის ასევე ის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ისინი ვინც ასე შორიდან უყურებენ უკრაინელი ხალხის ხოცვას მთელი ამ 3 წელიწად ნახევარის განმავლობაში და დიდად არ აღელვებთ ეს ყველაფერი, ამოცანა არის რომ მათ უნდა იგრძნონ რას ნიშნავს ომი და არ არის ეს ის რასაც პუტინი პირდებოდა რომ 3 დღეში ბლიცკრიგით აიღებდა კიევს და ეს იქნებოდა რაღაცა უბრალოდ რაღაცა სამხედრო ოპერაცია, ეს არის ომი, რომელსაც მოყვება თავისი შედეგები და ეს შედეგები უკვე ჩანს რუსეთის ტერიტორიაზეც. საზოგადოების რეაქცია მნიშვნელოვანია, აქ ერთი საინტერესო ვიდეო უნდა გაჩვენოთ ასევე, ხო, ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე როგორ რეაგირებს საჰაერო განგაშის სიგნალის ჩართვაზე სწორედ აი ამ შეტევის ფარგლებში, ძალიან ხო, უცნაური ამბავია. Я не знаю, блядь, сегодня опять ночью нахуй слушать весь пиздец или что? Я в ахуе просто. შეწუხდა რა, მთელი ღამე შეიძლება რომ ეს ხმები ისმინოს, აბა როგორ შეიძლება, არ შეიძლება. ხო, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ აი არის რა. უკრაინაში ეს ყოველდღიური რეალობაა და იქ ხალხი ეწირება ამ ყველაფერს და ამათი დამოკიდებულება ეგეთია, რომ რა უბედურებაა ყოველ საღამოს შეიძლება ასეთი რამე ისმინოს. და როგორც წესი, აი ასეთი შეტევების დროს ხდება საჰაერო სივრცის ბლოკირება სამოქალაქო ავიაციისთვის, ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ მოსკოვის გარშემო დაკეტილი არის საჰაერო სივრცე და მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემები და ეს ფოტოც ამას აღწერს, თუ დააკვირდებით, კვამლი ჩანს ნაკვალევი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემიდან მოხდა ამ შემთხვევაში რაკეტის გაშვება. და აი აქ არის კიდევ ერთი ასეთი ფოტო, სადაც სავარაუდოდ ჩანს იგივე მოქმედება, ანუ საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობა და აქ ჩანს უკვე სითბური გამოსახულება უკრაინული შორს მოქმედი დრონების. ველოდებით მოკლედ როგორი შედეგები იქნება, რა სამიზნეები იქნება განადგურებული აი ამ კონკრეტული იერიშის ფარგლებში, როგორც მოსკოვში, ასევე რუსეთის სხვა ოლქებში და არა მხოლოდ რუსეთის სხვა ოლქებში, უკრაინის ტერიტორიაზეც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ვახსენეთ ყირიმი და მანამდე ვისაუბროთ ზოგადად აი ამ კამპანიის შესახებ, რომელიც თანდათან უფრო ინტენსიური ხდება. უკრაინელები თითქმის ყოველდღიურად აგზავნიან ამ დრონებს, რომელსაც უკვე შეარქვეს და დამკვიდრდა ეს ტერმინი უკრაინული დემოკრატიის გაფრენები რუსეთის მიმართულებით და ასევე შეარქვეს უკრაინული სანქციები, ეს ტერმინიც დამკვიდრებულია თითქმის, ხო, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან ხშირად მხვდება ხოლმე საინფორმაციო სივრცეში, როდესაც ვნახულობა ამ სიახლეებს, სწორედ უკრაინის ომთან დაკავშირებით, უკრაინული სანქციები დაარქვეს, იმიტომ რომ მათი სამიზნე ძალიან ხშირად არის, როგორც უკვე ვახსენე, რუსული ნავთობ ობიექტები იმისთვის, რომ დაარტყან რუსული ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას, რუსეთის ნავთობისა და გაზის საექსპორტო პოტენციალს და შესაბამისად შეამცირონ პუტინის რესურსები ომის წარმოებისთვის. ამ შემთხვევაში მე მინდა გაჩვენოთ 2 დღის წინ ჩატარებული ერთ-ერთი ასევე წარმატებული სპეცოპერაციის კადრები, რომელიც არის ჩატარებული ყირიმის ტერიტორიაზე და აქაც მოხდა მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურება. იგულისხმება სამხედრო ვერტმფრენები, 2 მირვას ტიპის ვერტმფრენი და იგულისხმება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე სარადარო სისტემა, რომელსაც ახლა ვეგაჩვენებთ და მასზე დამატებით მოგიყვებით. ხო, ეს არის დანაყოფის დასახელება, რომელიც ამ შეტევებს ახორციელებდა ამ შემთხვევაში, ყირიმის ტერიტორია. ხედავთ აქ პირველივე კადრში, რომ ერთი დრონი მიფრინავს, რომელიც იღებდა და მეორე ჰაერში იყო. აქ უკვე არის აეროდრომი და პირველი დარტყმა მირვას ტიპის ვერტმფრენზე, რომელიც განადგურდა. შემდეგი მირვას ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ასევე განადგურდა და ეს უკვე არის სარადარო სისტემა ნება-U.
აი ასეთი დასახელების, რომელიც როგორც აღმოჩნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა რუსეთის არსენალში. მას აქვს საკმაოდ დიდი ხო აი აქ უკვე სატელიტური ფოტოა, სადაც განადგურებული მირვას ტიპის ვერტფრენი ჩანდა. რაც შეეხება ნება-ს, აი ამ სისტემის კადრებს ათვალიერებთ ახლა თქვენ ჩემთან ერთად. ეს როგორც ირკვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი ხო, როგორც უკვე ვახსენე, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდი დაფარვის ზონა აქვს და განკუთვნილი არის მათ შორის ბირთვული სამიზნეების აღმოჩენისთვისაც და აქედან გამომდინარე განსაკუთრებით მტკივნეული იყო აი ამ რადარის განადგურება რუსეთისთვის გუშინ ყირიმის ტერიტორიაზე. თან მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი სისტემა სულ რამდენიმე ერთეული არის, როგორც მე გავეცანი ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში. და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულად ყირიმის ტერიტორიაზე ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა, რომ არის არჩეული სწორედ ასეთი სამიზნეები, რადარები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, კომპლექსები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაასუსტონ რუსეთის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, მათი კონტროლის და თვალთვალის მექანიზმები ამ შემთხვევაში, რომ უფრო და უფრო მეტი და ინტენსიური შეტევების განხორციელების საშუალება მიიღონ თავად, უფრო მეტად დაუცველი გახადონ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ამ შემთხვევაში. შეტევითი ფუნქციის და ამოცანების გარდა უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ დრონებს თავდაცვითი მიზნებისთვისაც, აი ამ ტიპის კადრებსაც გაჩვენებთ ახლა მე თქვენ, რომელიც ბოლო საათების განმავლობაში გავრცელდა, აქ ჩანს რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიის რუსული დრონის ბრჭყალებში გადაჭერის კადრი, გადაჭერა ეს ტერმინი არსებობს სწორედ აი ასეთი შემთხვევებისთვის. ხო, ну, როგორც მოგეხსენებათ, უკრაინელებს ძალიან ბევრი და სხვადასხვა კატეგორიის დრონის სისტემები აქვთ შემუშავებული სხვადასხვა მანძილზე მოქმედების, სხვადასხვა ტიპის სამიზნეებისთვის, იქნება ეს ქვეითები, იქნება ეს ჯავშან ტექნიკა, ესეთი ტიპის საჰაერო სამიზნეები თუ შორი მოქმედების დრონები რუსეთის სიღრმეში დარტყმის მიზნით. ამ ყველაფერს ეტაპობრივად ითვისებენ უკვე დასავლური ქვეყნებიც, ნატოს წევრი ქვეყნებიც, არაერთი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც ხშირად მოგვისმენია ესეთი განცხადებები, რომ უშუალოდ ბრძოლის ველზე გამოცდილი, საბრძოლო მოქმედებებში გამოცდილი სისტემებით დღეს უკრაინა არის ძალიან მოწინავე ქვეყანა და ეს ყველაფერი მათთვისაც სასარგებლო იქნება, რომ აითვისონ და ამ ტიპის კონტრაქტებიც ფორმდება პერიოდულად. უკრაინის აი ამ გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმ ფონზე, რომ ვნახეთ ახალი ესკალაცია და რუსეთის მხრიდან ნატოს საჰაერო სივრცის დარღვევა. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო პოლონეთი და უკვე გადავდივარ შემდეგ თემაზე, რომელიც თავშივე დავაანონსე, ეს არის მკაცრი გაფრთხილება მოსკოვს გაეროდან, გაეროში გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მორიგჯერზე დაარღვევს რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოების საჰაერო სივრცეს, ამას აუცილებლად მოყვება შედეგი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი ამ შემთხვევაში აკეთებს აი ამ განცხადებას გაეროში და მოდით მოვისმინოთ ეს კონკრეტული გზავნილი სიკორსკის მხრიდან გაჟღერებული. We know you don't care for international law and you are incapable of living in peace with your neighbors. Your insane nationalism contains a lust for domination that will not cease until you realize that the age of empires is over and that your empire will not be rebuilt. Every drone strike by the heroes of the armed forces of Ukraine, may God bless them, brings this day closer. Your 3-day special military operation can't even conquer Donbass for 10 years now. But the potential for criminal, catastrophic Russian mistakes is still there. By ordering mobilization in 1914, you precipitated the start of World War I, which bled Europe white and led to your Bolshevik Revolution. By signing the Hitler-Stalin Pact, you helped launch World War II, the bloodiest in history. By Sovietizing Central Europe, you caused the Cold War. Don't start another one. We are peaceful democracies who have studiously avoided actively joining your attempt to reconquer Ukraine. But we will not be intimidated.
I have only one request to the Russian government. If another missile or aircraft enters our space without permission, deliberately or by mistake, and gets shot down and the wreckage falls on NATO territory, please don't come here to whine about it. You have been warned. Now, შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში მოსმენილი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი განცხადება იყო ეს სიკორსკის მხრიდან, რომელიც გააკეთა გაეროში, სულ რაღაც წუთნახევარში ძალიან ბევრი და მაგარი რამე თქვა. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ერთი რამე, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლონეთის პოზიცია, რასაც ის აღღერებს. აი ამ პროცესში გამოჩნდა და დღეს გაკეთებულ განცხადებებში ძალიან მკაფიოდ, რომ ნატოს ევროპა სახელმწიფოებმა მოახერხეს ერთმანეთთან პოზიციების გაცვლა და შეთანხმება იმაზე, რომ თუ იქნება მორიგი პროვოკაციები, ერთობლივად უნდა უპასუხონ და ამაში მოიაზრება არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ასევე მოიაზრება ქმედებები, რომლებსაც განსაკუთრებით ბოლო 2 დღის განმავლობაში ვხედავთ. მათ შორის მე წინა ვიდეოშიც ვახსენებდი, რომ ბრიტანული სამეფო საჰაერო თავდაცვის ძალები ჩაერთნენ მისიაში. ბრიტანული ტაიფუნები უკვე დაფრინავს პოლონეთის ტერიტორიაზე და პატრულირებს. ფრანგული ავიაგამანადგურებლების ჩართული არიან ამ მისიაში, როგორც ნახეთ ბოლო ინფორმაციები და სხვა ქვეყნებიც არიან მზად იმისთვის, რომ ნატოს საჰაერო სივრცის უსაფრთხოება დაიცვან. ხო, ასევე დაწყებული არის ერთობლივი სწავლებები და ეს პოლიტიკური განცხადებები უკვე სინქრონში აჩვენებს სამხედრო მოქმედებებთან ერთად, სამხედრო გადაწყვეტილებებთან ერთად მყარ პოზიციას, რომ ისინი მზად არიან დაუპირისპირდნენ პუტინის აი ამ პროვოკაციებს და არ მისცენ მას იმის თქმის შესაძლებლობა, რომ სადამდეც გაუვა იქამდე, რასაც უნდა იმას გააკეთებს. ნატოს მხრიდან პოლიტიკური პოზიციები რომ ამოვწუროთ, კიდევ უნდა ვახსენო აუცილებლად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადება გაეროში, რომელმაც აქვე აი ამ სივრცეში, სადაც სიკორსკი საუბრობდა, გააკეთა ესეთი განცხადება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად ნატოს საჰაერო სივრცის თუ ზოგადად ნატოს სივრცის თითოეულ ინჩს დაიცავს. ესაც იყო ძალიან საჭირო, დროული და მკაფიო გზავნილი ნატოს მთავარი წევრის მათი ამ ალიანსის მთავარი ძალის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და აქაც პრინციპში ჩავარდა პუტინის გეგმა თუ ასეთი შეიძლება ვიგულისხმოთ რომ პოზიციების შესაძლოა გახლეჩილიყო იქ რაღაც პატარა წევრებისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ბალტიის სახელმწიფოებისთვის დიდ მოთამაშეებს რაღაც თავის თავზე რისკები არ აეღოთ და მაგალითად ტრამპი გვერდით გამდგარიყო, ამ შემთხვევაში პრინციპული პოზიცია აჩვენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც, რაც ამ შემთხვევაში არის პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი განაცხადი. ნატოს პოზიცია ერთი სიტყვით გასაგებია და ვნახოთ ეს პოლიტიკური განცხადებები რამდენად რეალობად იქცევა იმ შემთხვევაში თუ კიდევ იქნება მსგავსი პროვოკაციები პუტინის მხრიდან. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ პირადად, თამაშის ეს ნაწილი უკვე დასრულებული არის, არ მგონია კიდევ რომ მომავალში იგივე მოხდეს და პოლონეთში და სხვაგან ახლო მომავალში ყოველ შემთხვევაში აი ამ ფაზაში არ მგონია რომ იგივე გამეორდეს. იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ლოგიკა ასეთია, პუტინი ტესტავდა, იქნებოდა თუ არა კოორდინაცია, იქნებოდა თუ არა მიაღწევდნენ თუ არა ნატოს წევრები ერთობლივ პოზიციას პასუხთან დაკავშირებით და ეს გზავნილი მან მიიღო. ახლა უკვე იწყება ამ თამაშის მეორე ნაწილი, რომელიც უკვე ბირთვულ შანტაჟს ეხება და მგონია რომ ეს ესკალაცია საჰაერო სივრცის დარღვევა ნატოს წევრი ქვეყნების და ის განცხადება, რომელიც დღეს გააკეთა პუტინმა ბირთვული იარაღის შანტაჟის ნაწილში, არის ერთმანეთთან კავშირში და საბოლოოდ ემსახურება ერთ მიზანს. მიზანზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა შევეხოთ პუტინის იმ განცხადებას, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ესე იგი უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ჯერ მან გააკრიტიკა დასავლეთი და ადანაშაულა ტრადიციულად იმაში, რომ ხდება რუსეთის პოზიციების შევიწროება, აქცენტი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებებზე, რომ მათ წამოიწყონ პროგრამები კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით. თქვა, რომ სწორედ დასავლეთის დესტრუქციული ნაბიჯებიდან გამომდინარე საფუძველი გამოეცალა ამ თანამშრომლობას ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, მის გავრცელებასთან თუ განთავსებასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე საბოლოოდ მოგვახსენა ის, რომ რუსეთი
უარს ამბობს მორატორიუმზე ახლო მანძილზე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით და ეს არის იძულებითი ნაბიჯი პუტინის მხრიდან, ანუ დასავლეთს რომ არ ეიძულებინა, ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ახლა ვისაუბროთ, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება იურიდიულად, პრაქტიკულად, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ის და რეალურად რამდენად არსებობს იმის რისკები, რომ პუტინი მართლაც წავიდეს ბირთვული იარაღის გამოყენებას. თავდაპირველად რაც უნდა ითქვას, ეს მორატორიუმი არ ნიშნავს პირობითად რაიმე მძლავრ საერთაშორისო შეთანხმებას, რომ პუტინს მაგალითად აკრძალული ქონოდა 100%-ით პირობითად ახლო მანძილზე მოქმედი ბირთვული შეიარაღების გადაადგილება, სხვაგან განთავსება ან ასე შემდეგ. ეს უფრო არის პოლიტიკური ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში, რომელიც პუტინმა უბრალოდ საჭირო დროს, საჭირო მომენტში გამოიყენა და საჭირო მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. უბრალოდ ამ მორატორიუმის გაუქმებით პუტინმა შექმნა ახალი პოლიტიკური კონტექსტი და შეიქმნა ახალი პოლიტიკური საფუძველი, რომლის მიზანიც შესაძლოა სულაც არ იყოს ბირთვული შეიარაღების სადმე გადატანა, განთავსება ან მით უმეტეს ცხადია არც გასროლა. ჩემი აზრით ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით პუტინს სჭირდება ერთის მხრივ შიშის სტიმულირებისთვის, იმ განცდის გასაჩენად, რომ რუსეთს ემუქრება საფრთხე, რუსეთს ებრძვიან, აი დასავლეთი მის კართან არის და საფრთხეს უქმნის და ამას სჭირდება რეაგირება და მეორეს მხრივ, მეორე ნაწილი აქ შიდა საზოგადოებისთვის არის სწორედ იმპერიალისტური განწყობების გამოკვეთა, რომ მათ უნდა გაიმყარონ პოზიციები, მათ უნდა აღიდგინონ ის ძველი დიდება და ძალაუფლება და მათ ამისთვის ყველაფერი აქვთ, მათ ამისთვის აქვთ პირველ რიგში ბირთვული შეიარაღება. და ამ შემთხვევაშიც ჩვენ პუტინისგან მოვისმინეთ ესეთი ფრაზა, რომ რუსეთი თავს დაიცავს ნებისმიერი საშუალებით. ყოველ ჯერზე როცა ის ამ სიტყვებს ამბობს, გულისხმობს სწორედ ბირთვულ შეიარაღებას, ხო ცხადია? ქვეტექსტი ეს არის ყველანაირი საშუალება გულისხმობს ამას საბოლოოდ. ეს კარგად ესმით რუსეთის მოქალაქეებს პირველ რიგში, რაც იგულისხმება. და ეს პირველად არ უთქვამს პუტინს, ყველა საკვანძო მომენტში გამოვარდება ხოლმე და გაცოცხლდება ეს ბირთვული შანტაჟის თემა. რაც შეეხება საგარეო მიზანს, ამ შემთხვევაშიც კარგად ნაცნობი ტაქტიკა არის პუტინის მხრიდან გამოყენებული, ის პირველად არაკეთებს ამას, რომ მიმართავს ბირთვულ შანტაჟს იმისთვის, რომ ვინმე შეაშინოს დასავლეთში და აფიქრებინოს, რომ აიმე ეხლა ეს პათოლოგი მართლა არ გაგიჟდეს და რაიმე წითელ ღილაკს შემთხვევით არ დააჭიროს ხელი. ახლა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება იყოს შედეგები. დაუშვათ და პუტინი წავიდა იმაზე, რომ ეს არ დარჩა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებას და მართლაც მოხდა რაიმე ტიპის გადაადგილება, პირობითად თუ განათავსეს ან კალინინგრადში, რაზეც წამოვიდა უკვე ვერსიები და იყო ამაზე წარსულშიც მსჯელობა, ან ოკუპირებულ ყირიმში ბირთვული შეიარაღება. როდესაც საუბრობთ ბირთვულ შეიარაღებაზე, აქ ერთი რამ ყოველთვის თან ახლავს ამ ამბავს, ბირთვულ შეიარაღებაზე ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს დაბალანსებული. თუ პუტინი ამ ნაბიჯს გადადგამს, შესაბამისად უნდა ველოდოთ ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას დასავლეთის მხრიდანაც. ამ ყველაფერზე მიანიშნებს ასევე არსებული ფონი, სადაც უკვე არსებობს გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის პოლონეთის მხრიდან, რომელიც ითხოვს ან ამერიკული, ან ფრანგული ბირთვული კოლგის გადაფარებას მათ ქვეყანაზე. ასეთი ტერმინი არსებობს და ბირთვული შეიარაღების გაზიარებას, ანუ იმას, რომ საფრანგეთმა ან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განათავსონ გარკვეული რაოდენობის ბირთვული შეიარაღება პოლონეთის ტერიტორიაზე და ამით უზრუნველყონ მათი დაცვა რუსეთიდან მომდინარე საფრთხის მიმართ. გარდა პოლონეთისა, ცნობილი ამბავია, რომ ბალტიის ქვეყნებიც ითხოვენ იგივეს ბირთვულ კოლგას დასავლეთის ძლიერი სახელმწიფოებისგან, ევროპისგან, ამ შემთხვევაში ისევ საფრანგეთი იგულისხმება, ან ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ უფრო მეტ ესკალაციას და მეტ დაძაბულობას ბირთვული თვალსაზრისით, თუმცა ცხადია, არც ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი წითელ ღილაკს ხელს დააჭერს, ასე პოპულარული ტერმინით რომ ვთქვათ. ეს ასე არ არის, ამის ალბათობა არის უკიდურესად მცირე, იქიდან გამომდინარე, რომ წითელ ღილაკზე თითის დაჭერა და ბირთვული იარაღის რეალურად გამოყენება ყველას მოიხსენება, რომ ნიშნავს ლიკვიდაციას
საკუთარი თავისთვისაც. პუტინი თუ ამას გააკეთებს, აუცილებლად ამას მოყვება იდენტური ქმედება და შესაძლოა გაცილებით უფრო ძლიერი ქმედება დასავლეთიდან, ბირთვული სახელმწიფოებისგან და ეს პუტინისთვის კარგად არ დამთავრდება. შესაბამისად, ეს მანევრები, მაქსიმუმ შეიძლება იყოს მანევრები, რომელიც მეტ დაძაბულობას გამოიწვევს და ვერანაირად ვერ მივა საბოლოოდ ბირთვული იარაღის გამოყენებამდე. ამის ალბათობა ალბათ არის 0.0001% ყველაზე გიჟურ ვერსიაშიც კი. ახლა ვნახოთ საბოლოოდ რა გვრჩება. ყოველ შემთხვევაში მე საით მიმყავს ჩემი მსჯელობა და საინტერესოა თქვენც თუ გამომყვებით ამ ვერსიაში, განსაკუთრებით ამ ნაწილში ველოდები კომენტარებს და გამოხმაურებებს ვიდეოს ნახვის შემდეგ. მოკლედ, ასეთი მოცემულობა გვაქვს. ჯერ დაიწყო პუტინმა ნატო-საჰაერო სივრცის დარღვევა, არაერთხელ ინტენსიურად ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ხან დრონებით, ხან ბოლოს უკვე ავიაგამანადგურებლებით 12 წუთი აფრინა ნატო-საჰაერო სივრცეში. ამით გამოიწვია მან რეაქცია და აგერ უკვე დღეს ვისმენთ აი ამ განცხადებებს, მათ შორის რომელიც მოგასმენინეთ სიკორსკის მხრიდან გაკეთებული, რომ თუ თქვენ არ შეწყვეტთ ამ ქმედებებს, ჩვენ აუცილებლად გაგცემთ პასუხს. ეს განცხადებები წარმოგიდგენიათ ხო ალბათ უკვე როგორ მოითარგმნება რუსულ პროპაგანდაში. ისინი აუცილებლად იტყვიან, რომ დასავლეთი მათ მორიგ ჯერზე ემუქრება და ეს ყველაფერი დაემთხვევა იმ განცხადებას, რომელიც დღეს პუტინმა გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, თქვა, რომ პროვოკაციული ქმედებებია დასავლეთის მხრიდან და მას აიძულეს შეეჩერებინა, გაეუქმებინა მორატორიუმი ბირთვული იარაღის გადაადგილებასთან დაკავშირებით და ქვეტექსტი დააყოლა ის, რომ თუ საჭიროა გავისვრიო. ახლა მოდით თქვათ ასე. ეს ყველაფერი, ეს ორი კომპონენტი ერთად ხომარ ამ ორი კომპონენტით ხომარ ცდილობს პუტინი, რომ რუსულ საზოგადოებას რაღაცისკენ უბიძგოს და რაღაც საკითხთან დაკავშირებით მათი განწყობა შეცვალოს. და რა შეიძლება იყოს ეს რაღაც საკითხი, თუ არა ახალი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება. სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება იმიტომ, რომ მას სჭირდება ახალი რესურსები ფრონტის ხაზზე, იმიტომ რომ რუსეთის დანაყოფები რეალურად, რომელიც ხშირ შემთხვევაში განწირული არიან უიმედო შტურმებისთვის და სახორცე მასალად იყენებენ ჩვეულებრივად, უდიდესი დანაკარგების ფონზე ხომ არ არის საჭირო ფრონტზე ახალი შევსება. თან იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სტატისტიკებს თუ დავეყრდნობით, რუსეთში კონტრაქტზე ხელმომწერი სამხედროების რაოდენობა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით, მაგალითად 2024 და 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით არის 3-ჯერ ნაკლები და ამაზე შეგიძლიათ ინფორმაცია ძალიან მარტივად მოიძიოთ, უბრალოდ დასერჩვა დაგჭირდებათ, არაერთი წყარო წერს ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ ვიღაცამ რომ არ თქვას დასავლური წყაროების დეზინფორმაცია და ასე შემდეგ. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება, რომ რეალურად სამხედრო ადამიანური რესურსის თვალსაზრისით რუსეთს ფრონტზე უჭირს, არის თავად რუსი სამხედროების განცხადებები და არის ასევე მათი ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომლებიც გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, ძალიან ბევრს წუწუნებენ. წუწუნებენ იმაზე, აღარ მოყვები ახლა რა პირობებში არიან და როგორ უშვებენ ფრონტზე და ასე შემდეგ, კიდე ცალკე თემა ბევრჯერ გვისაუბრია და ბევრჯერ შეიძლება ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ისინი ხშირად, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა, წუწუნებენ სამხედრო კონტრაქტის ვადებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ვიდეო მიმართვებს ავრცელებს შტურმზე წასვლამდე და ამბობს, რომ იცით რა, ჩემი კონტრაქტი 2 წლის წინ ამოიწურა, მაგრამ სახში არავინ არ მიშვებს. აქ მაქვს მოვამზადე, კი ბატონო, აგერ არის. ეს არის ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე, ქალი, რომელიც მივიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან პლაკატით ხელში, სადაც გაშალა თარიღები აქვს დაწერილი, რამდენი ხნის განმავლობაში, როდის და ამოეწურა თავის შვილს კონტრაქტი და როდემდე არის ის რეალურ საბრძოლო მოქმედებებში. და ეს ქალი წუწუნებს იმასთან დაკავშირებით, რომ არ უშვებენ მის შვილს, რეალურად ეკუთვნის სახში წასვლა. ნახეთ. რაც მნიშვნელოვანია, ეს ქალი დააკავეს რა, ესე კი არ უყურეს მხოლოდ და გაუშვეს სახლში თავისი პროტესტის დაფიქსირების შემდეგ
მნიშვნელოვანი ამბავი აქ ის არის, რომ მოусმინეს, ხო, ეს ვიდეოები გადაიღეს და საბოლოოდ დააკავეს. ყოველ შემთხვევაში ეს წყარო ამას წერს, რომელმაც ეს გაავრცელა. აი გაჩვენებთ აქ. აი ნახეთ, რაზე ვლაპარაკობ. 21.09.2022, 21.09.2025. ამდენი ხანია ამბობს ეს ქალი, რომ მისი შვილი არის ფრონტზე და არავინ არ უშვებს სახლში. Но он принял это решение. А мне, как матери, обещали, что через полгода, максимум год, сына вернут домой. Я хочу, чтобы он вернулся домой. Прошло 3 года. У нас не Великая Отечественная война, и у нас весь народ в штыки не стоит. Как видите, вы не стоите в штыки на защите Родины. ესე იგი, ნახევარწელში უნდა დაბრუნებულიყო და 3 წელზე მეტი არ დაბრუნებულა, ხო? აი ამაზე ვსაუბრობ ზუსტად და ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ეს არის უკვე სისტემური ხასიათის ეს პრობლემა ბრჭყალებში, რომ ხალხი ვერ ბრუნდება ფრონტიდან, მათ არ უშვებენ და მკითხვა მაქვს ძალიან მარტივი, რატომ არ უშვებენ? თუ ყველაფერი რიგზეა და თუ ყველა საჭირო ხალხი ყავთ და იმდეს გამოიყვანენ, რამდენიც დაჭირდებათ, რატომ არ უშვებენ ამ ხალხს? და მხოლოდ ჯამრთელებს კი არა, მძიმედ დაჭრილებს არ უშვებენ ხშირ შემთხვევაში. არაერთი ვიდეო მაქვს ნანახი, სადაც დიაბეტიანი მათ შორის ან ქრონიკული დაავადებების მქონე ხალხია, დაჭრილები არიან, არაერთგზის დაჭრილები არიან, ჯამრთელობის პრობლემები აქვს და არ უშვებენ უბრალოდ ფრონტიდან, არ ხსნიან და პირდაპირ შტურმებში აგზავნიან, ხო? და ასეთი კადრებიც მინახავს, არ მინდა ახლა YouTube-ის პოლიტიკიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვამბობ, ну, სენსიტიური მასალის მოხვედრა შეიძლება, თორემ გაჩვენებდით აქაც და პრინციპში სხვა პლატფორმებზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, როგორ ექცევიან მათ, ვინც ესე იგი სამხედრო ოპერაციებში ჩართვაზე უარს იტყვის. ხეებზე აბამენ, სკოჩავენ, ცემენ და აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, 1000 რამეს უშვებიან ამ ხალხს. რატომ? ძალიან მარტივი კითხვა. იმიტომ, რომ არ არის საკმარისი შევსება. იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ძალიან ინტენსიურად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში დაინერგა დრონების გამოყენება და ეს არის ეფექტური იარაღი, როგორც ჯავშანტექნიკის, ასევე ქვეითების წინააღმდეგ, აი ამ შტურმზე წასული თითოეულა ჯარისკაცის წინააღმდეგ. ისინი მარტივი სამიზნეები არიან და არავის არ უნდა მასე სიკვდილი. ძალიან ბევრი წუწუნებს ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც კი კონტრაქტს ხელს მოაწერენ, მომზადების გარეშე უშვებენ ამ ხალხს ფრონტზე. აქედან გამომდინარე, კონტრაქტის ხელმომწერთა რაოდენობა ბუნებრივია შემცირდა საკუთარი სურვილით. ამას აღარ აკეთებენ და საჭირო არის რაღაც ახალი გამოსავალი. და რა შეიძლება იყოს ეს ახალი გამოსავალი, თუ არა იძულებით ხალხის მობილიზება და ფრონტზე გაშება. თუ გავითვალისწინებთ თან იმას, რომ ზაფხულის კამპანია რუსეთმა ჩააგდო და რასაც ასე ხმამაღლა ტრაბახით ამბობენ, რომ აი დონეცკს სრულად დაიკავებენ ხვალ და ზაპოროჟიეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვერ მოახერხეს მათ. კუსნაბიჯებით ალაგ-ალაგ მიიწევენ წინ და არის პირიქით ისეთი შემთხვევებიც ახლა აი ამ მომენტში მაგალითად დობროპილიას მიმართულებაზე, რომ ჰადაჰა სადღაც უკვე ახლოს არიან, რომ ერთი ჯგუფი ალყაშია მოყოლილი და მეორეც ალყაში მოყოს. აი ამ ფონზე მათ ჭირდებათ რაღაც ახალი შედეგის დადება. მე არაერთხელ მithქვამს და სხვაგანაც მოისმენდით ხშირად ამ აზრს, რომ პუტინს უბრალოდ უკან დასახევი გზა არ აქვს, მას ჭირდება შედეგის დადება ნებისმიერ ფასად. იქნება ეკონომიკური კოლაფსი, არის ნავთობ ობიექტების ყოველდღიური ბომბა, ეცემა ექსპორტის მაჩვენებელი, ბენზინის რიგში დგანან მოქალაქეები, იხოცება მილიონზე მეტი, მას ეს არ აინტერესებს, მას ჭირდება შედეგის დადება იმისთვის, რომ როგორმე ძალაუფლება შეინარჩუნოს და მას ჭირდება ახალი მითების გამოგონება იმისთვის, რომ ხალხს რაღაცნაირად გაუქროს, ჩაუცხროს ეს უკმაყოფილება, რომელიც მზარდი არის, აი ასეთი შემთხვევების ჩათვლით, როდესაც ადამიანები უკვე ამ რეჟიმის არსებობის მიუხედავადაც კი სვამენ კითხვებს, იწყებენ უკმაყოფილების გამოთქმას და ეს ყველაფერი თანდათან უფრო გადასარევად ესმით რუსეთში, რომ თანდათან უფრო მეტი და მეტი პრობლემა გახდება და სხვა ტიპის წინააღმდეგობაშიც კი შეიძლება გადაიზარდოს,
თუ რაღაც ახალი არ მოიფიქრეს და ეს რაღაც ახალი ისევ და ისევ არის ნაცადი ხერხი. მტრის ხატის შექმნა, ის რომ დასავლეთი ებრძვის, თვითონ წავიდნენ პროვოკაციაზე, ახლა გამოიწვევენ რეაქციას, რომ იქ ევროპული სახელმწიფოების თუ ამერიკული ბომბდამშენები იფრენენ პოლონეთის ტერიტორიაზე, შესაძლოა იქნას მიღებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინის აღმოსავლეთ, უпростоრად დასავლეთ ნაწილშიც ერთობლივად საჰაერო დაცვაზე იყოს საუბარი და ამას უკვე რუსეთი ისევ გამოიყენებს პროპაგანდისთვის, ისევ ეტყვის საკუთარ მოქალაქეებს, რომ აი ხომ ხედავთ გვებრძვიან, აი ხომ ხედავთ ბირთვული იარაღით გვემუქრებიან, ახლა ჩვენ ამას უნდა უპასუხოთ. და ამას გადასარევად დაიჯერებს და კარგად იციან მოკლედ როგორ უნდა ითამაშონ აი ამ ხალხის ემოციებზე, რაშიც არიან მაგრები, არიან ამაში ცალსახად ძალიან მაგრები და მათ იციან საკუთარი მოქალაქეების განწყობები და ხასიათი. დიდმა პუტინმა თქვა, რომ ახლა აბა ძლიერები ვართ, მაგარი კუნთები გვაქვთ, წითელი ღილაკები გვაქვს და უნდა ვისროლოთ იარაღი, საჭირო არის ჩვენი ქვეყნის დედა რუსეთის დაცვა და დიდი ალბათობით უფრო მარტივი გახდება ამ შემთხვევაში მობილიზების გამოცხადება, საფუძველი შეიქმნება, ვიდრე აბა რის ფონზე უნდა გამოაცხადოს ახლა მობილიზება. მობილიზების გამოცხადებას უფრო მეტი უკურეაქცია და უკმაყოფილება და დეზერტირობის მცდელობა მოყვებოდა იმ შემთხვევაში, თუ რაღაცა საფუძველი, რაღაცა საბაბი არ მისცეს საზოგადოებას, რომ რაღაცა პატარა мотиваცია გააჩინონ მათში. ჯანსაღი თუ არა ჯანსაღი, ამას არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რუსეთისთვის. მათ სხვა პოლიტიკური ამოცანა აქვთ, როგორმე ხალხს უნდა დააჭერინონ ხელში იარაღი და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. ეს არის მოკლედ ჩემი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით ველოდები იმას, რომ ამ საკითხს გამოიყენებენ, როგორც თქვით, ახალი მობილიზაციის გამოცხადებისთვისაც. ვეძებდი ინფორმაციას და აღმოვაჩინე, რომ რიგ ოლქებში კომისარიატების მუშაობის რეჟიმები შეიცვალა, უკვე ემზადებიან ნაწილობრივ ამის ინფრასტრუქტურასაც ამზადებენ, რომ მობილიზაცია გამოაცხადონ და მათ ეს რეალურად ჭირდებათ. არაერთი რუსი ბლოგერიც თუ აქტივისტი, Z პატრიოტები ბრჭყალებში და ასე შემდეგ წერენ მუდმივად იმაზე, რომ მათ ჭირდებათ ახალი სამხედრო გადაწყვეტილებები, მათ ფრონტზე უჭირთ და მათ ჭირდებათ მეტი ცოცხალი ძალა იმისთვის, მეტი მობილიზაცია იმისთვის, რომ დიდი რუსეთის დიდ მიზნებს მიაღწიონ. ეს არის და ეს ამ ეტაპზე რაც მინდოდა მეთქვა. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა. ხო, ამ თემაზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ველოდები თქვენგანაც კომენტარებში გამოხმაურებას და შეფასებებს, რას ფიქრობთ თქვენ, როგორ წარმოგიდგენიათ შემდგომი განვითარება პროცესების. გამომეხმაურეთ, თუ არ ხართ არხის გამომწერები, გამოიწერეთ არხი და ხელი შემიწყეთ აუდიტორიის გაზრდაში, შესაბამისად დამეხმარებით, რომ ჩემი საქმიანობა გავაგრძელო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდებს ნახვამდის.